ბათუმელმა კერძო იპოთეკარებმა დღეს აჭარის პროკურატურას მიმართეს დავალიანების მქონე პირები თავიანთი იპოთეკური სესხების დეტალურ შესწავლას და გამოძიებას ითხოვენ. Ისინი ამბობენ, რომ თაღლითური სქემის მსხვერპლნი არიან. აჭარის მთავარ პროკურატურაში 68 პირის მიერ ხელმოწერილი განცხადება 1 კვირის წინ შევიდა. იპოთეკარები გამოძიების მსვლელობისას გამოსახლებების შეჩერებას მოითხოვენ. აჭარის პროკურატურის უფროსი პროკურორი ვლადიმერ თურმანიძე ამბობს, რომ გამოძიება დეტალური ინფორმაციის შეგროვების შემდეგ დაიწყება. რაც შეეხება გამოსახლების შეჩერებას, პროკურორის განცხადებით ეს გამოძიების მსვლელობისას სათანადო საფუძვლის არსებობის შემთხვევაშია შესაძლებელი. შეგახსენებთ, კერძო იპოთეკარები რამდენიმე თვეა საპროტესტო აქციებს მართავენ. მათ დახმარებისთვის არაერთ ინსტანციას მიმართეს. ყველაზე მთავარი ის არის, რომ ჩვენ გვინდა დაბალპროცენტიანი სესხები პირველ რიგში და მეორე არის ჩვენი მოთხოვნა ის, რომ შეაჩეროს გამოსახლებები და აუქციონები, რაც მთავარია დღესდღეობით ჩვენი ხალხისთვის. მივმართეთ დაბალპროცენტიანი გრძელვადიანი სესხები, გამოიკვლიოთ ჩვენი საქმეები, თაღლითური გზით თუ არის რაიმე და აღმოფხრათ გამოსახლების პროცესები. გამოსახლებები არის მასიური, არის ძალადობები პოლიციის მხრიდან. მათი სურვილია შეჩერდეს გამოსახლება გამოძიების მსვლელობისას. შესაძლებელია? გამოსახლება როგორც ასეთი მიმდინარეობს შინაგან საქმეთა მინისტრის ბრძანების საფუძველზე და მისი შეჩერების საფუძველი გააჩნია სასამართლოს ამ შემთხვევაში და ასევე ჩვენ მზათა ვართ, რომ გამოძიების მსვლელობისას შეგროვდება ის მონაცემები, რომელიც გახდება საფუძველი სათანადო რეაგირება გავატაროთ სამართლებრივი, ჩვენ შესაბამისად მივიღებთ ახსენებულ ზომებს.